გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ხშირად მithქვამს და ახლაც გამომიმეორებ, რომ ის რაც დღევანდელ სამყაროში ხდება, ჩემთვის გაუგებარია და უფრო მეტ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს ჩემში. Რაღაც საკითხებში ვერ ყვევი და ვიგებ, ანუ მიზეზი მესმის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეთანხმები. რუსეთ-უკრაინის ომი რომ ავიღოთ, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, როდესაც ეს უბედურება დაიწყო, სრულიად არ მესმოდა თუ რა მოხდა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ 21 საუკუნეში ერთი ცივილიზებული ევროპული ქვეყანა შეიძლება მეორე ევროპულ ქვეყანას თავს დასხმოდა. მით უმეტეს, როდესაც ორივე ქვეყანაში სრულიად მონათესავე ერი ცხოვრობს. და ვინც იტყვის, რომ რუსები და უკრაინელები არ არიან ერთი ეთნოსიდან წამოსულნი, ის არ იქნება მართალი. მოკლედ 4 წლის წინ ვერაფერი გამეგებოდა თუ რატომ მოხდა ასე. იმის მერე უამრავ მასალას შევეცადე შეძლების დაგვარად, ცივი გონებით გამეანალიზებინა მიღებული ინფორმაცია და დღეს ვამბობ, რომ მესმის თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ანუ რუსეთი რატომ შეიჭრა უკრაინაში. ერთი წამით არ იფიქროთ, რომ რუსეთს ვამართლებ. არავითარ შემთხვევაში და ყველაზე საშინელ განკითხვის დღესაც ამას გავიმეორებ, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესია. თუმცა ახლა უკვე ახსნა შემიძლია რატომ განახორციელა. რუსეთი ძლიერი იმპერია და მას აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები. პუტინს უთქვამს, რომ უკრაინა და საქართველო რუსეთის ინტერესთა სფეროში შედის და არ დაუშვებო, რომ ნატოს ერთმა ჯარისკაცმაც კი ოფიციალურად დაადგას ფეხი ამ ტერიტორიებზეო. ხო და იმას მოგახსენებდით, მეგობრებო, რომ ამ შემთხვევაში რაღაც დასკვნამდე მივედით, თუმცა ეს დასკვნა სრულიად არ მახარებს. მაგრამ ამჯერად მინდა დიდ პოლიტიკას შევეშვა და ხელოვნებაზე დავსვა კითხვები. თანაც ელიტარულ ხელოვნებაზე კი არა, არამედ მასობრივზე, ისეთზე როგორც არის კინო. არის ასეთი ამერიკელი კინორეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, ის ბლოკბასტერებს იღებს და ძალიან წარმატებული ფილმები გამოსდის. მისი კინო მთელ მსოფლიოშია აღიარებული. თავის დროზე დიდი სიამოვნებით ვნახე პრესტიჟი, ოპენჰაიმერი, ინტერსტელერი, დიუნკერკი, მემენტო და სხვა. ამა წლის ივლისში მსოფლიო ეკრანებზე გამოდის ნოლანის ახალი ბლოკბასტერი ოდისეა, ჰომეროსის უკვდავი პოემის მიხედვით. უკვე კბილებს ვილესავს სიამოვნებისგან ამ ფილმის მოლოდინში და აუცილებლად ვნახავ კინოთეატრში, რადგან ასეთი კინო თანამედროვე კინოთეატრში უნდა ნახო და არა ტელეფონში. არ გეგონოთ, რომ ახლა მე ჩვენი კინოთეატრების რეკლამას ვაკეთებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, თავის დროზე დენი ვილიომის ჯუნა ჯერ შიმნახე ლეპტოპზე და არავითარი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და მე კი წავედი კინოში და სულ სხვა ეფექტი ჰქონდა. ხო და ველოდები მეთქი იმ ოდისეას. ოდისეა ილიადას მირჩევნია, რადგან ოდისეაში გაცილებით მეტი ზღაპარია. მე კი ზღაპრები მიყვარს. სხვა შორის რუსმა კინორეჟისორმა ანდრეი კონჩალოვსკი 30 წლის წინ ევროპაში გადაიღო ოდისეა, შესანიშნავი მსახიობები თამაშობდნენ და საკმაოდ ყურებადი ფილმიც გამოუვიდა. ნახოთ, რას იზამს ნოლანი. წარმოვიდგენია რა სპეცეფექტები იქნება იმ კინოში. მაგრამ აი ახლა ვიწყებ იმაზე ლაპარაკს, რაც ჩემში მთავარ კითხვებს ბადებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ კრისტოფერ ნოლანის ფილმში მშვენიერ ელენეს, რომელიც ჰომეროს აღწერილი აქვს როგორც თეთრკანიანი ქერა ქალი, ითამაშებს ვინ? არა, კაცი არ ითამაშებს ამ დონემდე ნოლანი ჯერ არ დაცემულა. მშვენიერ ელენეს ითამაშებს ქალი, მაგრამ სრულიად შავკანიანი. თანაც მის გარეგნობაზე ძნელია თქვა, რომ ვაჰ, ეს რა სილამაზე ვნახე, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ. და აი ესაა ის კითხვა, რაც მაწუხებს და ესაა, რასაც ვკითხულობ, რატომ? რატომ უნდა განასახიეროს სრულიად სხვა რასის ადამიანმა ის პერსონაჟი, რომელიც იმთავითვე სხვა რასისაა? ახლა ლიბერალები და დემოკრატები და პოლიტკორექტულ მეცნიერებათა
დოქტორები დამიწყებენ იმის მტკიცებას, რომ კანს რა ჭკუა აქვს. მე რა ვინ ითამაშებს ამა თუ იმ პერსონაჟს. და მშვენიერი ელენე ალბათ მოგონილი პერსონაჟია და შეიძლება მისი სახის ინტერპრეტირება ისე, როგორც ეს რეჟისორს უნდაო. ამ დისკუსიაში არ შევა. ერთი დისკუსიები არ მიყვარს და მეორეც ასე ყველაფრის გამართლებაა შესაძლებელი. ასე შეიძლება იმის გამართლებაც ინგლისში რომ ვებერის გენიალური Jesus Christ superstar-ი დადგეს, სადაც ქრისტე იმღერა სინწია ერივომ აფრო-ბრიტანელმა ქალმა. იმის გამართლებაც შეიძლება 2030 წელს კარგი რეჟისორის ჯოელ კოენის ფილმში მაკბეტი მე-11 საუკუნის შოტლანდიის თეთრზე თეთრი მეფე დენზელ ვაშინგტონმა რომ ითამაშა. და ღმერთმა დაიფაროს და რომელიმე ამნაირი დიდი რეჟისორი თუ მოინდომებს ვეფხისტყაოსნის გადაღებას, არაა გამორიცხული რომ ჯეკი ჩანმა როსტევანი ითამაშოს, ლუსი ლუიმ ნესტან დარეჯანი, ომარ სიმტარიელი და ლომაკი ვეფხი. და იმას ვამბობ, რომ მე და ჩემი ასაკის ადამიანები ამ კითხვებს ვსვამთ, რატომ? რატომ უნდა ხდებოდეს ასე? რატომ უნდა იცვლებოდეს ჩვენი წარმოდგენა ისტორიაზე? და ახალგაზრდა თაობა კი ამ კითხვებს უკვე აღარ სვამს, დიახ. ისინი ამბობენ და მე რა თუ მაია სანდუ ავთანდილს ითამაშებს და ფატმანს კი ვლადიმერ კლიჩკო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.